რუსთავის მერმა წარმატებული რუსთაველის სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვა. სპორტის სხვადასხვა სახეობის 21 სპორტსმენმა, 7 გუნდმა და მწვრთნელებმა 2024 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის მერიის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია მიიღეს. რუსთავის მერია წარმატებულ სპორტსმენებს სპეციალური სტიპენდიითაც უზრუნველყოფს. ნინო ლაცავიძის ინიციატივით იწყება წარმატებული მწვრთნელების სტიპენდირების პროექტიც. 400-მდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი ჰქონდათ აღებული 2024 წელს ჩვენ სპორტსმენებს. თითოეული რუსთაველი ვამაყობთ, რა თქმა უნდა, ამით და იმ სიახლეებთან ერთად, რაც სპორტის განვითარებისთვის ჩვენ გუნდს აქვს დაგეგმილი, ერთ-ერთი დღეს რაც გავაჟღერეთ, არის ის, რომ ჩვენი მწვრთნელებიც მიიღებენ სტიპენდიას, რომ არა ამ ადამიანების ძალისხმევა, სიყვარული და მონდომება ჩვენ სპორტსმენებს ამ ხელა წარმატება ნამდვილად არ ექნებოდა. დასაფასებელია, როდესაც შენი ქალაქის მერი ასე აფასებს სპორტსმენებს, რომლებმაც 2024 წელს 400-მდე მედალი მოიპოვეს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ტურნირებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სიძლიერე, ქართული სპორტის სიძლიერეა და მე თითოეულ სპორტსმენს, რომლებმაც დღევანდელი ჯილდო მიიღეს, მინდა მიულოცო ეს ჯილდო. გამოვლინდნენ ის წარმატებული სპორტსმენები, მე და გიორგი სარდალაშვილს მოგვენიჭა ნომინაცია წლის საუკეთესო სპორტსმენი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულო არის, როდესაც შენი ქვეყანა, შენი ქალაქი გაღიარებს.